ევროპარლამენტის პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. პირდაპირ უპირისპირდებიან ეს ეგრეთ წოდებული ევროპელი პოლიტიკოსები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს და მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ხო, ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და ქალბატონი რასა ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან. და ისევ როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან, ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა. ჩვენ გულისკივეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფიქსირებთ კონკრეტულად მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ უზიარებთ ჩვენს წუხელს ყოველთვის ევროპელ პოლიტიკოსებს, თუმცა რა თქმა უნდა, ხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ ფონზე ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, ისინი ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას. ეს არის საერთო ფონი და ამ საერთო ფონის პირობებში, რა თქმა უნდა, ცალკეულ საუბრებს ვერ ექნება დიდი ეფექტი.